ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა და უფალო იესო ქრისტე ღმერთო შენო შეგვიწყალენ ჩვენ და რას ნიშნავს ეს სიტყვები? თუ დააკვირდებით, აი ნახეთ, ბოლოში არის იესოს ლოცვა. უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალე ჩვენ, ხო? დასაწყისში ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა და რას ნიშნავს ეს სიტყვა? რამდენად გამოძიებული მაქვს ეს? ეს მე? აი ხა ნახეთ რა ხელა სიღრმე შეიძლება იყოს ამ სიტყვებში. ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა. ანუ მან მე ხო უნდა შევევედრო უფალს, რომ შემიწყალოს. მაგრამ მანამდე სანამ ვევედრები ვამბობ ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთა. ანუ მე უფალს ვეუნები ამით, რომ მე ისეთი ცოდვილი ვარ და უუნარო ვარ შენთან ურთიერთობის, რომ ჩემს ლოცვას ძალაც კი არა აქვს. მე უნდა გთხოვო, რომ შევიწყალო, მაგრამ ძალა არ აქვს, მაგრამ მე მარტო არა ვარ. აი რომ პავლე მოციქულს აქვს ესეთი სიტყვები, ჩვენ ღრუბელივით თავს გვახვევია უამრავი მოცამბე. ანუ რომელს დაამოწმეს თავის ცხოვრებითო ქრისტე არის ღმერთი. და ისინი არიან წმინდანები. გესმის და მე უფალს ვეუნები, რომ მე ეკლესიის ორგანული ნაწილი ვარ. ანუ შენი სხეულის ორგანული ნაწილი ვარ და მარტო კი არა ვარ. ჩემს გარშემო უამრავი წმინდანია, რომელთა ოჯახის წევრიც ვარ და მე არა, მაგრამ იმათი ლოცვით, გესმით, იმათი ლოცვით შემიწყალე. ანუ მარტო კი არ გევედრები, იმათთან ერთად ვარ, გესმის? ეკლესიის წიაღში ვარ. უკვე აი მთელი ეკლესიოლოგიური აზროვნება ჩანს აი ამ სიტყვებში.